Еще один наглядный пример спровоцированный Западом. ნეოკოლონიალისტური ამბიციების ნათელ მაგალითს წარმოადგენს კრიზისი, რომელიც უკრაინაში პროვოცირებულია კოლექტიური დასავლეთის მიერ. ამ კრიზისის მეშვეობით ნატოსა და ევროკავშირს სურდა უკვე გამოუცხადეს ნამდვილი ომი ჩემს ქვეყანას. ისინი მასში უშუალო მონაწილეობას იღებენ. ამავე კალაპოტში ესკალაცია ახლო აღმოსავლეთშიც. ღაზაში უპრეცედენტო ჰუმანიტარულმა კატასტროფამ უკვე იმსხვერპლა 65,000-ზე მეტი პირი. ახლო აღმოსავლეთში მომუშავე გაეროს ზოგიერთი წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა 10-ჯერ მეტია. თავის მხრივ ცალმხრივად დაწესებული ეკონომიკური სანქციები, რაც უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, სატარიფო ომები, საერთაშორისო ვაჭრობის მონაწილეთა პირდაპირი შანტაჟი, არამხოლოდ არღვევს მოსახლეობის დაუცველი ფენის ინტერესებს, არამედ ზოგადად წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს მსოფლიოს ეკონომიკისათვის. Нарушение цепочек поставок. During its war on Ukraine, Russia has sabotaged global food supply chains. უკრაინაში ომის მიმდინარეობისას რუსეთმა დაარღვია საკვების გლობალური მიწოდების ჯაჭვი. დააჩქარა ეკოლოგიური კატასტროფები და ავრცელებდა დეზინფორმაციას, მათ შორის უმაღლეს დონეზე, მსგავს საერთაშორისო ფორუმზე. ეს ქმედებები სისტემურად აზიანებენ საერთაშორისო დღის წესრიგს. ვიდრე არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთის მიზანი უკრაინასთან დაკავშირებით შეცვლილია, მოგიწოდებთ, გაზარდოთ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეაჩეროს მკვლელობები და დაიწყოს კონსტრუქციული მოლაპარაკებები. And engage in meaningful negotiations.